მეგობრებო, მოგესალმებით. ეს დარიო რადიოა და დარია ფსიქოლოგია ჯანა ჯავახიშვილთან ერთად. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ისტორიკოსი ბატონი დათო ჯაფარიძე. მოგესალმებით ბატონ დათო. საღამომშვიდობის მეც მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვაპირებთ საუბარს. ეს არის გაგრძელება გადაცემათა ციკლისა რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორე ანექსიის 100 წლის თავთან დაკავშირებით და დღეს ჩვენი ყურადღების ფოკუსში იქნება 1918-1919 წლები. ვისაუბრებთ რუსეთში საქართველოს საელჩოზე, წარმომადგენლობაზე და ძალიან საინტერესო პიროვნების ბატონი გაბო ხუნდაძის ჩანაწერებზე, მოგონებებზე დაყნობით, ბატონ დათო გთხოვთ დავიწყოთ საუბარი. კი ბატონო, ეს ადამიანი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და არის და დარჩება ყოველთვის, იმიტომ რომ მისი ჩანაწერები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. ვინ იყო ეს ადამიანი? ისტორიკოსებმა, რა თქმა უნდა, იციან, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, მაგრამ ფართო წრეებისათვის ალბათ არ არის ცნობილი. ერთხელ კი ქონდა რამდენადაც მე ვიცი, იმედს გადაცემა ბატონ გაბრიელ ხუნდაძეზე. ეს კაცი იყო 1918-19 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი მოსკოვში, ბოლშევიკურ რუსეთში. რითი და არის საინტერესო ეს ადამიანი და ეს წლები. თავისთავად ეს წლები მოგხსენებათ, როგორი რთული წლები იყო მთელ მსოფლიოში. ახალი დამთავრებულია პირველი მსოფლიო ომი, დაიშალა იმპერიები, შეიქმნა ახალი სახელმწიფოები, ირღვევა ხელშეკრულებები, ესეთი ძალიან არამყარი ვითარება მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც. მაშინ სწორედ ყველამ ვიცით ეგ რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს გამოაცხადა თავის დამოუკიდებლობა. და აი სწორედ ამ დროს დაინიშნა მოსკოვში ელჩად ეს გაბრიელ ხუნდაძე. ვინ იყო ეს ადამიანი? ეს იყო ესეთი სოციალ-დემოკრატი, მენშევიკური პარტიის ძველი რევოლუციონერი. დაიბადა ეს კაცი 1877 წელს გურიაში, სოფელ საჭამიასერში, ზრაზულიერო პირების ოჯახში. შემდეგ საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა სასულიერო ხარკოვის სასულიერო სემინარიაში და შემდეგ უკვე სემინარიის შემდეგ კი გააგრძელა სწავლა იურიდიული განათლება მიიღო. მე 19 რუსეთში სწავლობდა იურიდიულზე თუ ჩვენთან? არა, რუსეთში, აქ მაშინ არ იყო იურიდიული ფაკულტეტი, და უმაღლესი არ იყო მაშინ საქართველოში და ერთ ხარკოვში და მე რუსეთში დიახ. და იქ გახდა სოციალ-დემოკრატიული, სანამ გაიყოფოდა ეს პარტია, რსდმპ, რასაც ქვია, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ორ ნაწილად, მენშევიკურ და ბოლშევიკურ ნაწილებად. ამ პარტიის წევრი იყო იმ მეორე ყილობის მონაწილე, სადაც როდესაც გაიყო ეს პარტია ორ ნაწილად და იყო ესეთი აქტიური რევოლუციონერი, როგორც თვითონ წერს თავის ერთ-ერთ იმაში წერილში, 27-ჯერ დაიჭირეს. 27 ციხეში იყო ნაჯდომი და წლები იჯდა. იჭერდნენ, ხან გაქცევას ცდილობდა. იყო ძალიან განათლებული და ძალიან ესეთი აი თლიანი პიროვნება, ძალიან პრინციპული, გაუწეხელი კაცი და კიდევაც თავის პრინციპულობას გადაყვა 27 წელს დაყოლეს. ანუ 27-ჯერ დაიჭირეს, მას მერე რაც რუსეთი შემოვიდა საქართველოს. ჯერ იჯდა იმისი რომანოვების დროს 9-17 წლამდე. რევოლუციური მოღვაწეობისათვის. მერე დაიჭირეს დროებითმა მთავრობამ დაიჭირა, რომ ეწეოდა პროპაგანდას აი ამ საბჭოთა წყობილების მხარდასაჭერად დროებითი მთავრობის დროს. და მერე უკვე ბოლშევიკებმა დაიჭირეს და ძირითადად დიდი დრო ციხეებშია გატარებული, მაგრამ ამან ანუ რაღაცა პერიოდის წამდა რაღაცა პერიოდის წამდა ამ იდეის, ხო? არა, სოციალ-დემოკრატი დათო მე მგონი რომ ხმა წავიდა. ხმა არა. აი ხო.
1918 წელს როგორც ის მოსკოვში მუშაობდა იურისტად და რო იცოდნენ მისი თქვა და ესეთი განათლება ხასიათის პრინციპულობას დანიშნა დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ იქ ელჩად. მერე ჩამოვიდა აქ თბილისში რო ქონოდა რწმუნებების დიპლომატიური და ეს რწმუნებების სიგელი წაიღო რომელსაც ხელს აწერენ ნოე ჟორდანია საგარეო საქმეთა მინისტრი კანცელარიის გამგე ჩემ მოგვარე და გრიგოლ რობაქიძე რომელიც ასეთვე მაშინ იქ მუშაობდა ეს ცნობილი ქართველი დიდი ქართველი მწერალი. რა რითია საინტერესო კიდე ეს ადამიანი და თვითონ ეს წიგნი რა ბედია ამ წიგნს მან ეს თავისი იქ ყოფნის პერიოდი აღწერა რამოდენიმე გვერდზე პატარა ბროშურას ავითარი 37 გვერდზე და ჩააბარა მაშინდელ საგარეო საქმეთა კომისარიატს კომისარი ანუ მინისტრი მაშინდელი საგარეო საქმეთა იყო ჩიჩერინი მოადგილე კარახანი რომელიც ხელს აწერს ურუცადესთან ერთად მერე საქართველოს რუსეთს შორის დადებულ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას და აი ამ იმითი როდესაც მივიდა საგარეო საქმეთა კომისარიატში მოსკოვში იქ გამოუცხადეს რომ რუსეთი არ ცნობს ჯერ ერთი ჩიჩერინმა კარგახანს ვერ მიაღწია რომ მიეღოს ეს აუდიენციას ჩიჩერინთან მერე მისი მოადგილის მეშვეობით როგორც იქნა დაუწყეს რომ მივიდა წესროდა ველოდებოდიო 1 საათი 2 საათი 2 საათის მერე დივანს უთხრა კი მაგრამ როდის მიმიღებსო ვერმა გამოუცხადა რომ ეს ჩიჩერინი იღებსო მირბახსო ანუ გერმანიის ელჩს გრაფ მირბახს ამის შემდეგ შევიდა მის მოადგილესთან და სთხოვა რომ ესეთი ამბავია და მიმიღებენ თუ არა კიდე საფეხური ალოდინეს მიიღეს და მერე უთხრა ჩიჩერინმა რომ ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს დამოუკიდებლობასო ეს ზუსტად რომელი წელი იყო დათო? 19 წელი. არა, უკაცრავად 18 წელია ეს. ხდება 1918 წელს. ეს ისიც არ იყო გასული. ამ შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ის უკვე მოსკოვში აი დანიშნულია ელჩად, მაგრამ უფლებამოსილებელი არ ჰქონდა. გამოვიდა ეს უფლებამოსილება აქ მიიღო, რომ დაბრუნდა უკვე სექტემბრის თვეა, როცა ესეთი ის მიღება ჰქონდა ჩიჩერინთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ძალიან ისე მიზანდასახულად რომ მიეღწია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ეხლა რატო იყო ესეთი საჭირო და აუცილებელი რომ ყველას ვიცით რომ 9-17 წლის ჩათვლით საქართველოს იყო რუსეთის შედგება რუსეთის ორი გუბერნია იყო და რუსეთის კოლონია იყო საქართველოს ამ დროს. ეგ მთელი მსოფლიო მიიჩნევდა ამ ტერიტორიას თავისი მოსახლეობით რუსეთის ნაწილად, გამოყოფილ ნაწილად. მართალია რომანოვების იმპერია დაემხო, მერე დაიწყო სამოქალაქო ომი მიდის რუსეთი, ბოლშევიკური რუსეთი არ არის აღიარებული მსოფლიოში როგორც ისეთი ლეგიტიმური ქვეყანა, ლეგიტიმური მთავრობის მქონე ქვეყანა, მაგრამ მაინც ახლა სხვა ქვეყნები, ევროპის ქვეყნები და სხვა ქვეყნები არ ცდილობენ რომ რუსეთი არ გააღიზიანონ და მისი რაღაცა ყოფილი ნაწილი არ ცნონ რუსეთის ნების გარეშე და აქ რუსებს რა შეეხება ბოლშევიკ რუსებს ეს წერს გაბრიელ ხუნდაზე რომ როცა ლაპარაკიაო ქაღალდზე თვით გამორკვევაზე და გამოყოფის ჩათვლით მაშინო ქაღალდზე კი ბატონო და სხვა ერებს როცა ეხებათ ეს ამის შესახებ ისინი თანახმანი არიან რომ ეს მოხდეს მაგრამ როცა ჩვენ გვეხებაო ჩვენ განსაკუთრებით გვებრძვიან და განსაკუთრებით ვირთულებენ აი ამ პრობლემის მოგვარებასო. და როგორია მისი ეს ისა ელჩობა რო ჩადის წერს ეს კაცი რომ არ მოდი ჯერ ერთ რამეს ვიტყვი. თვითონ ამ ციგნის ისტორიას. ორი ციგნია, ერთი გამოცემულია მისი ასე ქვია ელჩობა, საბჭოთა ელჩობა და საქართველოს საბჭოთა ძალაუფლება და საქართველოს ელჩობა რუსეთში 1918 წლის 23 ივნისი 1920 წლის 8 მარტი. ეს დაწერა ეს თავისი 37 გვერდიანი ბროშურა და მიიტანა საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ გააცნო ეს მათ. შემდეგ როცა უნდა და ამის დაბეჭდვა და ქაღალდის მოითხოვა, ისინი გაესწრნენ რა თქმა უნდა ამას და უთხრეს რომ დაგვეკარგაო. და რო დაბრუნდა საქართველოში წერს ამ ციგნის შესავალში, რომელიც ახლა ხელთა უსულ ენაზე არის, რომელიც მე ხელთ მაქვს, რომ
მე მეხსიერებით აღავადგინეო ეს. ამის მერე გადის კარგახანი და 1979 წელს ისტორიკოსი ჯემალ გამახარია, რომელსაც ახალი დამთავრებული აქვს უმაღლესი და რუსეთის არქივებში მუშაობს, პოულობს სწორედ იმ ხუნდაძის იმ ნაწერს, რომელიც მას ჩაუბარებია ამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იქ რო უცხეს დაგვეგარეო აწერია პირდაპირ იმას, ვისაც თხოვდა რომ ეს მისთვის დაებრუნებინათ მისი ხელნაწერი, რომ არქივში ტყუილი უთხრეს, რომ თითქოს ეს დაიკარგა. ამის შემდეგ ბატონი ჯემალია ამას გაპირებულია, რომ ესეთი წიგნი როგორ არ მოხდა თქვა ესეთ სპეც არქივში, სადაც ყველას არ მიუსწრებოდა ხოლმე ხელი. და მე 99 წელს ახერხებს რომ მიიღოს ამ ხუნდაძის ხელნაწერის ქსეროასლი და გამოაქვეყნა ბატონმა ჯემალმა 99 წელს. ანუ, როდესაც თვითონ ბატონმა გაბრიელ ხუნდაძემ ჩააბარა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს რომელი წელი იყო? 1919 წელი. და ჩააბარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. აჰა, და იქ უთხრეს რომ დაიკარგა. მუშაობის ანგარიში და რომ წაიგითხეს ეს იმდენად მწვავეა და იმდენად მამხილებელია ეს, რომ აიღეს და ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს. არც ამას დაუბრუნეს და ტყუილი უთხრეს რომ თითქოს ეს დაიკარგა. რა საინტერესოა რომ არ გაანადგურეს, არა? და ის სწორედ გაკეთებული წელს ბატონი ჯემალ გამახარია როგორ არ ეთყობა არავინ არ წაეკითხაო და ეს ეთყობა ესეთი ბედი ეწერა ამას რომ უნდა მოხვედრილიყო მე ვინმეს ხელში და მოკეთ გამოსცა თარგმანიც არის ამაში უკვე ასე ვქვი ანგარიში რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის მოღვაწეობის შესახებ 18-19 წლებში და გამოცემულია მოგეთ ეს წიგნი მცირე ტირაჟით და ისაც არსებობდა სპეცფონდებში საქართველოში 1920 წელს აქ დასამბული წიგნი. საინტერესოა მისი ეს მონაცვლებში თავიდან ხდება იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვა იმისთვის, რომ საქართველო აღიაროს. ეს არის ინგლისის საელჩო, ეს არის გერმანიის ელჩი, ეს არის თურქეთის ელჩი. ინგლისის ელჩი საყვედურს ეუბნება, რომ ჩვენი კონსულიო თქვენ საქართველოსთან გამოგიძევებიათო. რასაც ჩვენ ვიღაც უსაბუთებს, რომ ასე ბატონი ხუნდაძე რომ ასე ეს არ ყოფილა და რომ თურქეთი ამ დროს საქართველოში შემოჭრილი იყო და ცდილობდა რომ დაეკავებინა ეს მთელი არა მის მთელი სამხრეთი ნაწილი და იმისთვის რომ რადგანაც თურქეთი და ინგლისი საწინააღმდეგო ბანაკებში იყვნენ რომ საფრთხისაგან რომ დაეცვათ რამიშვილმა ნოერამიშვილმა მაშინდელმა მინისტრმა ჯენერალ-სეკრეტარმა შეთავაზა რომ გამგზავრებულიყო საქართველოსთან და ყველანაირად შეუწყო ხელი და მისცა ტრანსპორტი და იქ ეკითხება ინგლისის ელჩს რომ როგორ იქნება ჩვენი საქმე თქვათ საქართველოს აღიარებს თუ არა და ხომ არ იქნება პრო-სომხური თქვენი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. რაზედაც პასუხობს რომ ინგლისის ელჩი რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია მე ჯერ არ ვიცი აღიარებს თუ არა, მაგრამ რაც შეეხება პრო-სომხურიო ეს არ იქნება, მაგრამ როგორც მე მოვლენა მაჩვენა როგორც წელს ამის შესახებ ხუნდაძე ასეც იყო. 18-ში სომხეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში. შემდეგ უკვე გერმანიის ელჩთან მირბახთან ურთიერთობა არის აღწევი და ორჯერ შევხვდიო მირბახსო და მეორე შეხვედრისას ასეთი დიალოგი გაიმართა რომ თქვენო ისევე მოიქცევით ამ დროს გერმანია პოლონეთს უტევს ჯერ კიდე არ არის დამთავრებული როცა ეს საუბარი მიდის ეს პირველ მსოფლიო ომი და გერმანია ჯერ არ არის დამარცხებული ამ ომში ისევე მოიქცევით საქართველოსიო თუ ჯერ ეკითხება ხომ არ აღიარებს თუ არა გერმანია საქართველოს რაზეც პასუხობს მირბახი რომ გერმანიის მთავრობა რამდენადაც ვიცი ჩემი მთავრობა აპირებს რომ აღიაროს საქართველოს და დამოუკიდებლობა მაგრამ ჯერჯერობით ეს ოფიციალურად არ არის ცნობილი და როგორც კი იქნება ცნობილი ამას გაცნობებთ და ჩვენ ხარს დაუჭერთ ამ საქართველოს აღიარებას და დამოუკიდებლობასო და მე ამაზე ეკითხება სამი შემდგომ რომ მოიქცევით საქართველოში როგორც პოლონეთში თუ განსხვავებით კი მაგრამ რას ვაკეთებთ ასეთ ცუდს პოლონეთშიო ну ჩვენი კულტურა პოლონურზე უფრო თქვა აღმატებული და მით უმეტეს თქვენზე აღმატებული არ არისო და ну ჩანს თქვა ეს პოზიცია ევროპული მაშინდელი ევროპული სახელმწიფოების და ევროპული დიპლომატიის ჩვენს მიმართ როგორი იყო
რადგან ხუნდაზე პასუხობს რომ თქვენ პოლონეთისგან გადასაყლაპავათო საკმარისია რომ პირი დააღოთო და გადაყლაპავთო და რაც შეეხება ჩვენამდე მოსვლად შავი ზღვა უნდა გადმოლახოთ და შავი ზღვის წყალი კი ძალიან მარილიანია რომ რაღაც ესეთი დიპლომატიური შპილკებია და მესამე არის შეხვედრა თურქეთის ელჩთან და თურქეთის ელჩი საუბარში უხსენეო მე რომ საქართველოს და თქვენ ხო მეზობლები ვარცო და თურქეთის ელჩი ძალიან ეწყინაო და მითხრა ჩვენ მეზობლები კი არა ძმები ვარცო რა მითხრა ამ დროს ომი გვაქვს თურქეთთან და ზოგადად თურქეთთან აი ამ დაპირისპირების გამო ბევრი სირთულე წარმოიშვა მაშინდელ საქართველოში და შემდეგ უკვე ეს ურთიერთობები პირველად შედის ჩიჩერინთან ჩიჩერინი ან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კომისართან ჩიჩერინი ეუბნება რომ თქვენ შეფთან კი არ დამოსულიყავით უნდა მისულიყავით ეროვნების საქმეთა კომისართან ანუ სტალინთან ამაზე პასუხობს ხუნდაძე რომ ეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არა ვართ რუსეთის ნაწილი ამიტომ ჩვენ სტალინთან საქმე არანაირად არ გვაქვს და იქვე მე წერს რომ სტალინმა განსაკუთრებულად ყველაფერი გააკეთა რომ განსაკუთრებულად გამწვავებულიყო ვითარება ჩვენსა და რუსეთს შორისო მე არის საინტერესო ეგეთი ცდილობს რომ აი საქართველოს საკითხი იყოს განხილული, რომ მასზე იმჟელონ. თავდაპირველად ჩიჩერინი ეუბნება, რომ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და სახალხო კომიტეტთა საბჭოზეც იქნება საკითხი განხილული და იქ თქვენს დაესწრებით და გამოვალთ მოხსენებით, მაგრამ მერე რაღაცა იცვლება შიგნით და წყდება და მოკლედ ვითარება იცვლება და რომ რაღაცნაირად მიაღწიოს ლენინამდე ის მიმართავს ერთ-ერთი გავლენიან მაშინ პოლიტიკოს და უსვამს რამდენიმე კითხვას საქართველოს თაობაზე რომ რადგანაც თვითონ ვერ ახერხებს ლენინთან შეხვედრას მას აბარებს იცით ახლა მოზებნი იმ ადგილს და კამენებს ესაუბრება, მას აქვს ურთიერთობა კამენებთან, რადეკთან, ზინოვიევთან, იცნობს მათ, რადგანაც თვითონაც რევოლუციონერი იყო და რევოლუციამდეც ჰქონდა მათ ამ ურთიერთობა, ის საკმაოდ ცნობილი კაცი იყო, პლეხანოვი იცნობდა მას და რაღაც თავის წერილებში და წერებში პლეხანოვი მას ახსენებს, ლენინს იცნობდა პირადად. მაგრამ ეს ხდება 9 მესწავლდება. ახლა უკვე ჩვენ ლაპარაკი გვაქვს 1918 წელზე, რომ კამენევი დამეთანხმაო ლენინთან მოლაპარაკებაზე და რამდენიმე და ვთხოვე გაეგო რა პირობებში ჩათვლიდა ლენინი შესაძლებლად საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. და კამენევის შეკითხვაზე ჩვენი პირობების შესახებ უპასუხე, რომ ასეთი პირობა უნდა იყოს მმართველი პარტიის მიერ არაერთხელ გამოცხადებული პრინციპი ეროვნული თვითგამორკვევისა გამოყოფამდე. და ასეთ დიალოგი იმართება მათ შორის. პირველი კითხვა ასეთია: თანახმაა თუ არა საქართველოს, ამას ეკითხება კამენევი, თანახმაა თუ არა საქართველოს შევიდეს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეხლა უკვე პასუხი ამ ჩვენი დიპლომატის, რომ არ ვიცი რას ფიქრობს ამის შესახებ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა, მაგრამ უეჭველია რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებისა და საშინაო საქმეებში შეერაღებული ჩარევაზე უარის შემთხვევაში იგი უარს არიწყებს რუსეთთან ყველაზე მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. მეორე კითხვა. შეუძლია თუ არა საბჭოთა რუსეთს ჰქონდეს საქართველოს მხრიდან სამხედრო დახმარების იმედი? პასუხია დიპლომატისა. სამხედრო დახმარების შესახებ ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან ჩვენ იმდენი მტერი ყავს, რომ ჩვენი სამხედროები ძლივს აუდიან მათ თქვათ მოგერიებასო. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გულწრფელი აღიარების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია სტრატეგიული და ტაქტიკური კონტაქტი საბჭოთა და ქართულ სამხედრო შტაბებს შორის. და მესამე, დაეთანხმება თუ არა საქართველოს მთავრობა თავისი რესპუბლიკის ფარგლებში დაუშვას ბოლშევიკების თავისუფალი აგიტაცია. ერთი პირობით, თუ ბოლშევიკები უარს იტყვიან შეერაღებულ აჯანყებაზე, მათთვის დასახმარებლად საქართველოს ფარგლებში უცხო ჯარის მოწევაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კამენევმა მასწავლებლა, რომ ამ პირობებზე ლენინს გაგონებაც არ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. ანუ ფაქტიურად გაბრიელმა ჯერ სცადა ელჩებთან მოლაპარაკება, როგორც ჩანს, იქ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჯერ რუსეთს უნდა მოეცა მწვანე შუქი და ცდილობს ესე ჩიჩერინს ხდება, მერე ცდილობს რომ ლენინს შეხვდეს, მაგრამ
არ გამოსდის და დიახ. ზინოვიევის გავლით და ცივ უარს იღებს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ხო? ცივ უარს იღებს, დიახ და მაგრამ მე ხა როგორც ვიცით გერმანია აღიარა ჩვენ დამოუკიდებლობა, გერმანიას სჭირდებოდა სანამ დამარცხდებოდა და სანამ დაიწყებოდა თვითონ გერმანიაში რევოლუცია და ჩვენს ძალიან სჭირდებოდა გერმანიის დახმარება, იმიტომ რომ ეს თურქეთი და გერმანია მაშინ მოკავშირეები იყვნენ პირველ მსოფლიოში, თურქეთი გვიწევდა და თუ გერმანია ჩვენ გვაღიარებდა და მხარს დაგვიჭერდა, მაშინ ასე შეგვეძლო თურქეთი შეგვეჩერებინა. თან გასათვალისწინებელია ის ამბავი, რომ დაახლოებით ასე წერს უნდაზე რომ 300,000 ადამიანი იყო თითქმის გაწეული მამაკაცი საქართველოსდან აი ამ ომში და უდიდესი ნაწილი იყო დასავლეთის ფრონტზე, ასე რომ ეს მამაკაცები არ იყვნენ ამ საქართველოში რომ ის რაღაცა ჯარი შეკოცის და ოფიცრების კორპუსი ძალიან ძლიერი ყავდა მაშინ და მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ძალები იმისთვის რომ თურქეთი მოგვეგერიებინა და გერმანია მართლაც შეძლო ეს შეჩერება თურქეთის შემოტევისა. თვითონ თურქეთში წარეულობა ამ დროს იქ სულხანს ამხობენ და ყარდება რესპუბლიკა, რომელსაც თავში ათათურქი უდგება. და ეს კიდე მუშაობს იმ საკითხზე, რომ ეს ქართველი სამხედროები დააბრუნოს საქართველოში. ასევე წერს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა დაიმყარდა პოლონელებთან და უკრაინელებთან. ეს ის ქვეყნებია ჩვენ ერთ ბედქვეშა ვართ მაშინაც და ეხლაც მეტნაკლებად ეს პოლონელები, უკრაინელები და ჩვენ და უკრაინელები აძლევენ მას რა ქვია რწმუნებებს რომ იყოს უკრაინელი აი ტყვეების და სამხედროების თქვა გამაბრუნებელი რომ საქართველოს საელჩოს მეშვეობით დაბრუნდნენ ისინი უკრაინაში და აღნიშნავს რომ ჩვენ ხო გვებრძოდნენ მაგრამ უკრაინას კიდევ უფრო მეტად ებრძოდნენ რომ აი ძალიან გავს მართლაც ახლა გამოჩნდა ის როგორ გავს დღევანდელ სიტუაციას თორნიკე ბერიშვილი ზუსტად ხო თორნიკე ბერიშვილმა დაგვიწერა კომენტარად ძალიან პირველად რომ წავიკითხე გაოცებული ვიყავი რომ არაფერი და უნიშნელო რაღაცა ნიუანსების გათვალისწინებით თორე ის ყველაფერი ისეთივეა დამოკიდებულია ჩვენს მიმართ და როგორიც იყო თქვა აი 100 წლის წინ და ეს აფრთხილებს ვათაშორის ხუნდაზე ჩვენ მთავრობას რომ მოსალოდნელია რომ რუსული ჯარი აქ შემოვიდეს მერე იქიდან რომ გამოიწვევენ მოსკოვიდან მერე ბაქოში ნიშნავენ 20 წელს ელჩად საქართველოს ელჩად და ბაქოშიც კიდე იმიტომ რომ ნამუშევარია ბაქოში ჯერ კიდე რევოლუციამდე როგორც რევოლუციური მუშაობა ჰქონდა იქ გაწეული და იცნობდა ბოლშევიკებსაც და სხვა პარტიების წარმომადგენლებს და მასაც პატივს სცემდნენ როგორც საინტერესო და გონიერ და ძლიერ პიროვნებას და იქ წერს რომელსაც მე ის ამ ნაწერს იხსენებს კი არა მოყავს ციტატად მაზნიაშვილს რომ აი ასეთი ის არის ჯობია ციტატი წავიკითხო იგი სიფრთხილისაგან მოუწოდებს ყველას და ვინაიდან გარდუვალია უკეთილშობილესი და მაღალიდეური დროშებით ჩვენი შეერაღებული განადგურების მცდელობა. ასე აქაც წერს და მერეც აფრთხილებს თავრობას, მაგრამ ნუ რაღაცა მეგობრებთან იმის რომ მას ისნობდნენ, ენდობოდნენ, ანგარიში მაინც არ გაუწიეს. ნელი სათქმელია, ხე კიდევაც რო თქვა კარგად გაიაზრებინათ ეს საფრთხე, რამდენად შეძლებდა მაშინდელი საქართველოს დათო ანუ შეფიქრობ რომ არ ჯეროდათ რომ რუსეთი შეიძლება დასხმოდა თავს როგორც ჩანს ნაწილს ჯეროდა ნაწილს არა და კიდევაც რომ ბოლომდე ყველას დაეჯერებინა რამდენად შესაძლებელი იყო ეგაც კიდე სხვა საკითხია რომ 5 მიმართულებით შემოვიდნენ ხო აფხაზეთის მხრიდან რაჭის მხრიდან იქიდან არავის ხეობით აზერბაიჯანიდან სომხეთიდან რა ვიცი, ნუ ეხლა ფაქტი ის არის, რაც მოხდა. ხო დამჟელობა, ეხლა იმაზე რა შეიძლება დამხდარიყო, უკვე სხვა საკითხია. ერთი საინტერესო ის არის კიდე პასაჟი, რომ რამდენჯერმე დააპატიმრეს ეს უნდაძე მოსკოვში ელჩობის დროს, ოფიციალურად ელჩად არ იყო აღიარებული და ერთ-ერთი დაპატიმრებისას, როცა მიიყვანეს ჩეკაში, ის კომენდანტი, რომელსაც უნდა გაეფორმებინა პატიმრის მიყვანა ჩაეწერა დავთარში რაც ეკითხება იმ ჩეკის რომელსაც ეს მიიყვანა რომ
რა ჩავწეროს დავთარშიო, რის საფუძველზე რა ბრალდებით ხავთ დაპატიმრებულიო. და იმან პასუხი ვერ გასცა, სადღაც გავიდა, ვიღაცას კითხა, მოbrunდა და ეუბნება, რომ რუსულათაც ვიწყდი და ქართულათაც. Приказано писать, что грузинская миссия арестована безоснования. ნარძანებია რომ ჩაწეროთ, რომ საქართველოს მისია დაპატიმრებულია უსაფუძვლოდ. ესეთი მაზეც არ ვიცი ამას რა ქვია. რუსულად ბესპრედელი. მერე აი უკრაინის სამხედროებზე რო არის ლაპარაკი, ყველანაირად უშლიან ხელს აი სამხედროებს, ჩვენი სამხედროების დაბრუნებასაც, უკრაინელებისასაც. და მაგრამ იმასაც ამბობს, რომ თქვა და განსხვავება არის დამოკიდებულებაში მოსკოვში როგორია დამოკიდებულება, როგორია ლენინში, პეტერბურგში. იქ უფრო ლოიალურები არიან, უფრო თქვათ უწევენ ანგარის იქ საკონსულოა პეტერბურგში და ამ საკონსულოს თქონას და ეხმარებიან კიდეც, მაგრამ მოსკოვში განსაკუთრებით ისეთია ეს დამოკიდებულება აგრესიული, მწვავე და ერთი პირობა დაერიან ქართველ იმას, რა ქვია, ემიგრანტებს იქ და დააპატიმრეს 2-3 დღის განმავლობაში ასეულობით ემიგრანტი დააპატიმრეს. ბრალდება იყო რომ ეწევიან სპეკულაციას ოდეს. 2006 წელი მომაგონა დეპორტაცია რო გაუკეთეს ომამდე ქართველ სანამ შემოიჭრებოდნენ 2008-ში ხო? თუ 2007 იყო დეპორტი რო გაუკეთეს ხო? იტვირთნებით რა შეყარეს და ისე რაღაც აი როგორც ცხოველები ისე გამოყარეს იქიდან. აქაც იგივე მდგომარეობაა და ლენინს მოახერხა და ბიუზათის მეშვეობით მიაწვინა ხმა და ლენინის პასუხი ასეთია რომ თუ ამათ აპატიმრებენო როგორც თქვა და რომელიღაც ერთი ეროვნების წარმომადგენლებს ეს სულად დაუშვებელია და მე მას მივხედავ, მაგრამ თუ სპეკულაციის გამო მაშინ ისინი დასაჭერები არიან და წერს მე უნდაზე რომ სპეკულაციას ყველა ეწევა და უამრავი რატომ და მაინც ქართველებს დაერიან და იმ ქართველებს შორის როგორც იყვნენ როგორც სპეკულანტები ისე ჩვეულებრივი ნორმალური მოძებნი ხალხი რომლებსაც მაინც მოყვენ ამ იმაში ამ რეპრესიების სწავლაში და საინტერესოა კიდევ ერთი მისი თქვათ ადრინდელი პერიოდი არ მისი ცხოვრების ერთი ეგეთი ეპიზოდი რომ ცხოვრობდა მოსკოვში იქ მუშაობდა და უნდა ჩასულიყო მოსკოვში პეტერბურგიდან ნიკოლოზ მეორე ეს არის 1914 წელი ომის პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დამახასიათებელია მისი პიროვნების და ასეთ დროს მე სატო კავშირის დროსაც იგივე საკეთებდა სხვადასხვა არაკეთილ საიმედო ადამიანებს ანაპატიმრებდნენ ან სადღაც დროებით გაყავდათ თუ ჩამოდიოდა ვიღაცა ეს ვთქვათ სახელმწიფოს მეთაური აქ თუ ბრეჟნევი ჩამოდიოდა ან ხრუშჩოვი იქ თქვათ ნიკოლოზი და დაიბარეს პოლიციაში ელოდებოდა ამ დაბარებას და უთხრეს რომ თქვენ უნდა არ დაგაპატიმრებსო მაგრამ ერთი პირობით დარჩებით ქალაქშიო თუ სანამ იმპერატორი იქნება მოსკოვში იმ უბანში არ გამოჩნდებითო მაშინ შეგიძლიათ იყოთ თქვენ უბანშიო ამან უთხრა კი ბატონო მოდ მეც ამაკ ერთი პირობა თქვენრა პირობა გაქვთ ეს პირობა მაქვს სანამ იმპერატორი აქ იქნება იმ უბანში არ გამოჩნდება სადაც მე ვარ ხო და ორი კვირით ჩასვეს ამის გამო ციხეში და მე უკვე რევოლუციის გასაბჭოების შემდეგ ამჯერმე დააპატიმრეს წერს მე თავის ძმებს და ახლობლებს წერილებს სადაც უკვე ჯანმრთელობას უჩივის ამდენ ციხის და იმის გამო ამდენი პატიმრობის ამდენი გაჭირების ამდენი ნერვების გამო უკვე ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და ბოლოს უკვე 38-37 წელს აპატიმრებენ და 60 წელს აიყო მაშინ რომ დახვრიტეს და საინტერესო იქნებოდა რომ ეს თქვათ კი არის გამოცემული ის არსებობს ის ძველი გამოცემა მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით არის ეს ბატონ ჯემალ გამახარიას გამოცემული წიგნაკი მაგრამ ეს რო დაიდოს თქვათ ინტერნეტში ეს განჭკუის სასწავლებელი ეს არის რო გაციფრულდეს დიახ ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ეს აი მართლა ერთი გავს ეს ვითარება მე დარწმუნებულია რომ დღესაც არსებობს არაერთი და ორი რამდენიმე ვარიანტი იქნება მოსკოვში თქვა ჩვენი ისი საბოლოო ხო სწორედ ამაზე ვაპირებდი დათო შეკითხვის დასმას ვთქვათ ეს გადაცემათა ციკლი სიმართლე რო ვთქვა იმიტომ წამოვიწყე რომ ხო აი ესეთი დარდი მაქვს თუ შფოთვა რომ 100 წლის თავია ანექსიის და ძალიან მოვდუნდით ძალიან ბევრი ასე ვთქვათ რუსეთის რბილი ძალის თანამშრომელი ქართველია
სახელმწიფო სტრუქტურებში, პარტიებს ქმნიან, ბჭყალებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ქმნიან და მოკლედ ისეთი განცდა მაქვს, რომ მაშინ 5 გეოგრაფიული მხარიდან შემოვიდა მე-11 არმია და ისეთი განცდა მაქვს, რომ ეხლა მთელ პერიმეტრზე ჩვენ და ქვეყნის შიგნიდან გვიტევს ეს რუსეთის რბილი ძალაც და არარბილი ძალაც, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და აი რა პარალელების გატარება შეიძლება აი 100 წლის წინანდელ ვითარებასთან და რა საფრთხეები არის დღეს რომლის მიმართაც მე მეჩვენება რომ ჩვენ სირაქლემებისავით თვალები გვაქვს დახუჭული და ხან თავს ვიტყუებთ, ხან სხვა ტყუებთ, ხო აი მე რომ გითხოს კაცმა ერთი თან გავს და თან არა გავს ახლა თანამედროვე რეალობას სხვა არის თან ახლა დღეს ვართ ევროპის ოჯახის წევრი ნელ-ნელა უახლოვდებით ამ მას საბოლოოდ ასრულდეს ის დიდი ხნის ოცნება და ევროპის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ მაგრამ ესაც თქვათ და ახლა ევროპა გარკვეულწილად გვიცავს და ის რომ თქვათ ამერიკის მხარდაჭერაც არის მაგრამ მეორე მხრივ თქვათ ეს ისე შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს რუსული ანექსია თანამედროვე რომ იმათ თქვათ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწორებს ერთი და კიდევ ერთი რამ რაც მინდა თქვა რომ თქვათ აი ამ ნაციონალების დროინდელი პოლიტიკა და დღევანდელი პოლიტიკა ეს ორი განსხვავებული ის არის ისინი მე ძალიან ისინი მე ვფიქრობ ზედმეტად აგრესიული არ მინდა ვიხმარო მაგრამ ნუ რაღაცა შუალედური ხაზი უნდა გატარდეს არც ისეთი როგორიც დღეს არის და დღეს კოლაბორაციონისტული არის ერთმნიშვნელოვნად კი ბატონო და არც ისეთი როგორიც მაშინ იყო რაღაც უფრო რაღაც გონირული და აწონური დაწონილი და ჩვენი სახელმწიფო ძალიან სუსტია საზოგადოება არაერთგვაროვანია და ამ ვითარებაში ისეთი მთავრობა უნდა იყოს რომელმაც უნდა მოახერხოს აი ამ ინტერესების დაპირისპირებით სხვა სახელმწიფოს ყველა თავისი ინტერესი აქვს აქ ახსენეთ სხვადასხვა ხუნდაძე რომ თორსა მას საყვედურობენ რომ საქართველოს იმიტომ არ ვცნობთ ჩვენ რუსები ამ რუსი მაშინდელი პოლიტიკოსები ნებიან რომ თქვენო დაუკავშირდით იმას რა ვქია იმპერიალისტებს ანუ გერმანელებს და ინგლისელებს ხო და ეს პასუხად წერს რომ კი მაგრამ თუკიო რუსეთმა პრესტიჟს ავისდროს და დათმო უამრავი ტერიტორიები დათმო ბევრი რესურსები და გერმანიასაც დაელაპარაკა, ინგლისსაც დაელაპარაკა, ჩავიდა დაპირდა რომ დააბრუნებს ვალებს და ასე შემდეგ აისტუმრებდა რაღაცა კონცესიებს და დაპირდა ბევრ რამეს. ამის უფლება რუსეთს ჰქონდაო, ჩვენ პატარა საქართველოს რატო არა გვაქვს ამის უფლება? თუ თქვენ იყენებთო აი ამ იმას წინააღმდეგობებს ამ იმპერიალურ სახელმწიფოებს შორის ჩვენ რატო არა გვაქვს ამის? ანუ პრინციპი რუსეთის მხრიდან ასეთია, რომ ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ესაც კი ამბობს რომ როგორც ჩვენ ეს პატარა საქართველოს თოხის ხელში ხო არ შევაშინებთ ამ სოფლიოს სამხელა სახელმწიფოებს რითი უნდა შევაჩეროთ ამ თურქეთი ან სხვა სახელმწიფოები ნუ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები ძნელი სათქმელია მაგრამ ცოტა კი არა სხვა პოლიტიკაა გასატარებელი არა მარტო თქვათ რუსეთის მიმართ არამედ ევროპის ქვეყნების მიმართაც უფრო პრაგმატული და უფრო ხან თქვათ ცოტა აბედური ნაბიჯების გადადგმა საჭირო ხან ცოტა უფრო ფრთხილის და ასე შემდეგ. დათო, უღმესი მადლობა. მე მგონია, რომ მართლა ძალიან კარგი აზრია გაბრიელ ხუნდაძის ამ ჩანაწერების გაციფრულება და წაკითხვა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მართლაც არ დავკარგავთ ჩვენ გზა არ დაგვეკარგება და აგვებნება, თუ ვიცით საიდან მოვდივართ და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია არ არის საკმარისად ნაკვლევი და ეს ერთ-ერთი წყაროა, რომელსაც შეუძლია აი ამ დიდი მოზაიკის ერთი ჭკუისასწავლებელი წყაროა ნამდვილად კი და ხო, ძალიან ჭკუისასწავლებელი წყაროა და ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვაცანი ამაზე ყურადღება გაგვამახვილებინე. იმედია გაციფრულებაც მოხდება, იმიტომ რომ ეხლა ფაქტიურად ისეთი ეპოქაა, რომ თუ არ არსებობს ვირტუალურ სივრცეში, რამის არის არ არსებობს ტექსტი, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი შეიძლება თქვა საჯარო ბიბლიოთეკას რომ მიმართოთ, ისინი არ არის ისეთი დიდი, თქვა, დაშრომი, რომ ეს ცოტა გართულ
სწრაფად შეიძლება გარკვეულწილად ასეთ რაღაცებს ისინი ძალიან ოპერატიულად გაკეთებენ და ადრეს გაუკეთებიან და მე მიედი რა მიმართავ მე. დათო ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაზე და ჩვენ ასე ვთქვათ არ ვემშვიდობებით ერთმანეთს, იმიტომ რომ გარკვეული გეგმები გვაქვს კიდე შემდგომ პერიოდებზე საუბრის და მოკეთ აქედანვე დავაანონსებ ომის პერიოდზე ვაპირებთ საუბარს და მოკლედ დავიწყეთ ახლა ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი საუბარი. და თუ საინტერესო აღმოჩნდა ჩემი საუბარი ძალიან მოხარული ვიქნები. ძალიან საინტერესო იყო და მადლობა შენ და მადლობა ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს და მომავალ შეხვედრამდე. ეს დარია ფსიქოლოგია იყო და გადაცემათა ციკლი მიძღვნილი საქართველოს რუსეთის მიერ 1921 წელს ანექსიის 100 წლის თავს. მადლობა.